მარტივი მიზეზის გამო, რომ ოჯახს არ მიეგრო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები 31 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებლებს. ეს განცხადება დავით ნარმანიამ სამინისტროს მიერ 2013 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. ministრის განცხადებით მაჩვენებლები 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა. ამ მიმართულებით 115%-ით მეტი ღირებულების პროექტი დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში. სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების მაღალ მაჩვენებლებზე საუბრობენ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გზების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 65 ტენდერი გამოცხადდა, საერთო ღირებულებით 54 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წელს ამავე პერიოდში 53 მილიონი ლარი. რეგიონებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებისთვის სამინისტრომ დამატებით 200 მილიონი ლარი გამოყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხებოდა, ასევე მიმდინარეობდა პროექტები ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ტურისტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ჯამში ჩვენ 2013 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში 32 მილიონი ლარით მეტი დავხარჯეთ, ვიდრე 2012 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში დაიხარჯა. 200 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი ფინანსის სამინისტროს მიერ, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან დეტალურად შეგვესწავლა თუ რაში განაწილდებოდა ეს 200 მილიონი, იმიტომ რომ ეს თვითმმართველობებს უნდა გადაერიცხოთ და უკვე ნაწილი მათი გადარიცხულია. 2000 შემოსული პროექტიდან ყველა გავიარეთ და შესჩეული იქნა 653 პროექტი, აქედან უმეტესობა გზასთან დაკავშირებული, წყალთან დაკავშირებული პრობლემები.